განათებულ პარლამენტთან და განათებულ რუსთაველის გამზირზე ნინო და აქ პროტესტის მე-19 დღე იწყება, რა საკვირველია, ალბათ აღნიშნვაც აღარ უნდა იმას და კადრში ძალიან კარგად ჩანს ჩემს ზურგს უკან, რომ აქ არიან მომიტინგეები, ხალხი ნელ-ნელა იკრიბება ველოდებით აქ ადამიანებს, რომლებიც მსვლელობებს მოყვებიან ან ინდივიდუალურად მოემართებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც მე-19 საპროტესტო ღამეს ითვლის ის მუხტი და ის პროცესი, რომლის მონაწილენიც და მომსწრენიც ვართ ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებით 18 დღისგან ხედავთ თქვენ სახელმწიფო დეკორაციებს ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ხალხმრავლობაა ნამდვილად და პრინციპში მთავარია ის, რაც ამ 18 დღის განმავლობაშიც არაერთხელ ითქვა ყველა ამ ადამიანს ორი მოთხოვნა აერთიანებს. ერთი, ეს არის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ 26 ოქტომბრის რაღაც ღონისძიებას არანაირი ლეგიტიმაცია და ძალა შესაბამისად არ აქვს და მეორე, ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება, რომლებიც ახლა არიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში რეჟიმის გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ რეჟიმს არავინ ემორჩილება, ვინაიდან ივანიშვილის ეგრეთ წოდებული სახელისუფლო გუნდი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს, ამიტომ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა და პროტესტი გრძელდება ახლა რუსთაველის გამზირზე, რა საკვირველია მშვიდ ვითარებაში, იმიტომ რომ როდესაც გარშემო არ არიან პოლიციელები, როდესაც გომელაურის უწყების პროვოკაციებს ადგილი არ აქვს, არანაირი ინციდენტი არ ხდება საპროტესტო აქციაზე, ყველა მშვიდობიანად აპროტესტებს, თუმცა რა საკვირველია, ძალიან მკაფიო საპროტესტო ბანერები აქ აქვთ ადამიანებს, რომლებიც მოდიან და რომლებიც აფიქსირებენ საკუთარ სათქმელს, ნაწილი მდუმარეთ, მათ შორის ბანერებით, ნაწილიც ტელეკამერებთან ღიად საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ აღარ უნდა იყოს მართვის სადავეებთან ის ხელისუფალი, რომელიც ხალხს არ აურჩევია. მოდით დავიწყოთ საუბარი სტუმრებთან ერთად. ნიკა ფარულავას ვხედავ და მასთან დავიწყებ საუბარს. მე-19 დღე არის პროტესტის, ახლა ამას უყვებოდი მაყურებელს და მგონი ძალიან კარგად ჩანს განწყობაც, მუხტიც და ფაქტია, რომ ამ პროტესტს მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად ზეწოლისა, შანტაჟისა, დაკავებებისა და ადამიანების დასახიჩრებისა, ვერ მოერია ივანიშვილის რეჟიმი. აი, რა პასუხი მიიღო რუსი ივანიშვილის რეჟიმმა ყოველ ჯერზე, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ რუსთაველის გამზირი ხალხისგან დაეცალა? ხო, მან მიიღო პასუხად ის, რასაც მიიღებს ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადაუხევს ხალხის ნებისგან, ეს არის ის, რომ რეალურად ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, რეალურად რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. და ამის საუკეთესო გადმოძახილი და დემონსტრირება იყო ის, რომ კახიკალაძე აქ ვერ მოვიდა, არავინ არ ეუბნებოდა, რომ არაგანთებინებდა და ასე შემდეგ, არა, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის ნაწილი. უბრალოდ უნდა მოსულიყო და თავად აენთო და როდესაც დაიწყეს ალაგება, სცენის წაღება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო იმის გადმოძახილი, რომ ისინი არიან უმცირესობით უმრავლესობაში მოსული ხელისუფლება. ხო, 200 ადამიანი ვერ შეკრიბეს და ამას თავადვეც ამბობდნენ. მათ შორის თქვენც ყავთ ჩაწერილი, რომ თითქოს ეს არ იყო დაორგანიზებული. ხო, მათ შორის პოლიციის მაღალ ჩინოსნები. ამიტომ ეს არის რეალურად დემონსტრირება იმისა, რომ ეს ხალხია საქართველო, ეს ხალხია ძალაუფლება და ეს ხალხია ხელისუფლება და ეს ხალხია ახალი წელი, ეს ხალხი მოიყვანს ახალ წელსაც და ეს ხალხი შეიყვანს ამ ქვეყანას ევროკავშირში. რუსთაველის გამზირის გავლით და ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღუდგება წინ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც გადაწყვიტეს ძალიან ბევრი წლის წინ, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც აქ სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ ჯერ თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა და დღეს უკვე აქ ადამიანები ახალგაზრდა თაობა, მათ შორის ჩემი თანატოლები იბრძვიან იმისთვის, მათ შორის საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, რომ ის დაწყებული გააგრძელონ და დამოუკიდებლობა და თავისუფლება უკვე გადაითარგმნოს გარანტირებულ უსაფრთხოებაში და ბედნიერებაში, რაც არის ევროკავშირში და ზოგადად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამიტომ კი ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი ახალი არჩევნები და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნება, მოპოვება და ამას ეს ხალხი მოიპოვებს. დიდი მადლობა ნიკა, ჩვენ ნიკა ფარულავას უსმენთ პირდაპირ ეთერში. ნამდვილად ხალხის ბრძოლას მოაქვს შედეგი და ჩვენ ვხედავთ წნეხს ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტს, რომელიც იზრდება, ძალიან გამიჭირდება სრულად ყველა იმ მარშის მსვლელობის ჩამოთვლა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის დღეს ვიხილეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსვლელობა არის ერთმანეთის პარალელურად და მართლა სფერო და ჯგუფი არ დარჩა, რომელიც არ გამოვიდა გარეთ და არ დააფიქსირა საკუთარი აზრი. ვიცით, რომ მომდევნო დღეების საპროტესტო გეგმაც გაწერილია და ისინიც, ვინც მაგალითად აქამდე ვისი მსვლელობების არ გვინახავს, არის ჩანიშნული და იქნება. ასეთი პროტესტი, ასეთი სახალხო, ასეთი მასშტაბური პროტესტი ნამდვილად არ ყოფილა და პროტესტი, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებზე იშლება ერთმანეთის პარალელურად. ჩვენ გვინახავს სხვადასხვა ლოკაციებზე პროტესტი, მაგრამ ერთმანეთის პარალელურად ასეთი პროცესის მომსწრენი ნამდვილად არ ყოფილვართ აქამდე და ამასაც ცხადყოფს, ესეც ცხადყოფს უბრალოდ იმას, რა ისტორიული კონტექსტი, რა უნიშნელოვანესი კონტექსტი აქვს იმ სახალხო პროტესტს, რომელიც ახლაც ამ წუთებში მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. თემურ პაპასკირი ისტორიკოსი იქნება, ჩემი შემდეგი სტუმარი და თემურ, ისტორიულ ჭრილში მაინტერესებს ეს, თუნდაც ეს 19 დღიანი ბრძოლა,
როგორ შევა საქართველოს ისტორიაში და რუსული ოცნების 19 დღიანი წინააღმდეგობა ქართველი ხალხის მიმართ როგორ შევა ისტორიაში? ხო, 19 დღიანი არ იქნება უფრო გრძელი. მოდი ამით დავიწყოთ და ასე შევა ისტორიაში და სხვა მხრივ კარგად შევა. დადებითად შეფასდება ისტორიკოსების მიერ ეს ყველაფერი, გარდა რასაკვირველია ქართული ოცნების ქმედებებისა. დანარჩენი ვფიქრობ ალბათ დაახლოებით იგივე იქნებოდა 9 აპრილის შემდეგ, უბრალოდ მაშინ კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული თბილისში და შეუძლებელი იყო შეკრებები, თორე დარწმუნებული ვარ, მაშინაც იგივე ჩვენ ნახეთ კომენდანტის საათი რომ მოიხსნა, რამხელა გამოსვლები იყო მაშინ თბილისში და დაახლოებით იგივე განმეორდა, ახლა უბრალოდ აქ არ ქონდა კომენდანტის საათი და შესაბამისად ეს ხალხი თავიდანვე გამოვიდა პროტესტისთვის და პროტესტი გახდა განგრძობითი, რაც სხვა შორის მაინც არ ჩვევია ჩვენ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი რაღაცა ასე ვთქვათ, პრინციპული ხდება, ხალხის რაოდენობა იმატებს და იმატებს. რაც ძალიან ცუდი სიმპტომია ხელისუფლებისთვის, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ნებისმიერი კრიზისის დროს აბსოლუტურად ნებისმიერი კრიზისის დროს ხელისუფლება აღმოჩნდება კვლავ ძალიან ხალხმრავალი პროტესტის წინაშე და ერთპარტიულ პარლამენტში, როდესაც მიტაცებული გაქვს ხელისუფლება, როდესაც შენს ლეგიტიმურობას არ ცნობს არავინ და გიწერენ ქართული ოცნების წარმომადგენელს და ქართულ ოცნებად მოგიხსენიებენ ყველგან და არა მთავრობად და ხელისუფლებად, აი უკვე ძალიან სერიოზული პრობლემები გექნება. დიდი მადლობა თემურ პაპასკირს ვუსმენთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ახლა უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადავინაცვლებ. ხედავთ მოქალაქეებს, რომლებიც საუბრობენ მუდმივად ასეა, ყოველ საღამოს ერთმანეთში პოზიციებსა და აზრებს ცვლიან. ადამიანების ნაწილი შედარებით ადრე მოდის, შემდგომ ისვენებს, ცოტა ხნით მიდის სახლში, მაგრამ ყველა ისევ ბრუნდება რუსთაველის გამზირზე. მოკლედ შეკრების მთავარ ლოკაციად ეს ტერიტორია ნამდვილად იქცა და ყველა ერთმანეთს ზუსტად აქ ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებმა უხილფასო შვებულებები დაწერეს იმისთვის, რომ გამოსულიყვნენ დედაქალაქში, იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია გამოეხატათ, საყოველთაო გაფიცვის მომსწრენი ვართ და ნამდვილად აი როდესაც ვსაუბრობთ მასშტაბზე, ასეთი მასშტაბი აქამდე პროტესტს ნამდვილად არ ქონია, რომელიც ჩვენ გვინახავს ამ დროის განმავლობაში და ამიტომაც არის, რომ მოულოდნელობის ეფექტმა ყველაზე მეტად შეაშინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შიშით ნაკარნახევ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის აი იმ რეპრესიებს, ეგრეთ წოდებული კანონმდებლობის გამკაცრებას, ეგრეთ წოდებული მთავრობა ცდილობს კანონმდებლობის გამკაცრებას, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია. კომიკური და არასერიოზულია, თუმცა აქაც ჩანს პანიკა, რომელიც არის რუსი ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში. მოკლედ ასეთია ვითარება, რუსთაველის გამზირი ისევ ხალხს აქვს დაკავებული, იმიტომ რომ ეს ქვეყანაც, ეს ლოკაციაც რასაკვირველია ეკუთვნის ხალხს და ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამის წინააღმდეგ წავა, ყოველთვის ისეთივე პასუხს მიიღებს, როგორცაც ახლა იღებს რუსი ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი.